რომელი 90-იანების მანქანა ჯობია Toyota Supra-ს? ერთი მაინც დამისახები. იგი მანქანა უბრალოდ მანქანა არასდროს ყოფილა. 2002 წელს გამოვიდა ერთი კინო, რის შემდეგაც Toyota Supra ლეგენდად იქცა. მას შემდეგ ათასობით ბიჭის ოცნება გახდა ეს მანქანა. 24 წლის შემდეგ კიდევ ერთი ასეთი Supra უკვე საქართველოშია. აურუმ იმპორტის დახმარებით ეს 2000 წლიანი სუპერსტარი ჩაბარდება რამდენიმე დღეში თავის მეპატრონეს. ეს მანქანა არ არის უბრალოდ განსხვავებული და ლამაზი პროექტი. ამ მანქანაში ჩვენ გვიდევს twin turbo 2JZ და არა single turbo. მაგრამ ამის და მიუხედავად გამოიმუშავებს საშუალოდ 600-დან 700 ცხენის ძალამდე. და ასევე აღსანიშნავია ამ მანქანის მექანიკური გადაცემათა კოლოფი, რომელიც აღჭურვილია კერამიკული გადაბულობის ქუროთი, ეგრეთ წოდებული ცეპლენით და ეს მანქანა ყოველი დაძვრის დროს გახსენებს თავს, რომ არ არის ყოველდღიურობისთვის და თბილისის საცობისთვის შექმნილი. როგორც ხედავთ ამ მანქანის ვიზუალს, ესეთ განსხვავებული ნახატები არის დატანილი და რაც ყველაზე მთავარია, ეს ყველაფერი არ არის ფირი. არამედ არის მოხატული და ესეთი მყარი მოსაზრება მაქვს, თუ წინა მეპატრონემ ეს მანქანა ჰელოუინისთვის შეამზადა და იგივენაირად დატოვა. და ყველაზე მთავარი, ეს მანქანა არის ტარგა. ტარგა იცით რას ნიშნავს? აი ახლა გაჩვენებთ. აი ეს არის ტარგა. სწორედ ამის გამო ამ მანქანის საბაზრო ღირებულება $20,000 გაიზარდა. მაგრამ ყველაზე საინტერესო მისი მონაცემები არ არის. იცით რა არის, რომ ვიღაცის ოცნება რეალობა გახდა. ახლა კი ამ Supra-ს კიდევ ერთი დიდი მოგზაურობა ელოდება. მისი საბოლოო დანიშნულების ადგილი არის ამერიკა. კი, საქართველოდან ამერიკაში. და თუ შენც იცი რომელი მანქანა გინდა, აურუმ იმპორტი იპოვის, შეამოწმებს და ჩამოგიყვანს. დანარჩენი კი უკვე შენი ისტორიაა.